გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. ამ დღეებში ქარელის რაიონს ესტუმრა კომისია, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებას ემსახურება. ორმხრივი კომისია, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებას ემსახურება, ამჯერად ქარელის რაიონს ესტუმრა. ოსურ დელეგაციას, რომელიც კომისიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. რაიონის გამგეობაში ადგილობრივ ადმინისტრაციასთან 9 საათიანი შეხვედრის შემდეგ კომისიის წევრები ძამის ხეობის ოსურ სოფლებს ესტუმრნენ. დღევანდელი ჩამოსვლის მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ და ჩვენმა სტუმრებმა ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობიდან ნახონ ადგილზე როგორი მდგომარეობა აქვს აქ ყოფ ოსურ მოსახლეობას და როგორი პირობებია იმისთვის, რომ ის ნაწილი ოსური მოსახლეობის, რომელიც თავის დროზე იძულებული იყო დაეტოვებინა აქაურობა, რომ ესე იგი დაბრუნებული იქნეს აქ. თუ მათი სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, ხა ზოგს გონია ძალით აბრუნება, ძალით არ არის არ დააბრუნება. ძამის ხეობის მოსახლეობამ, სადაც ძირითადად ოსური სოფლებია განლაგებული, სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყო. ოსური დელეგაციის წევრებთან მშობლიურ ენაზე გამართული საუბრის შემდეგ სახელდახელოდ გაშლის სუფრაზე სადღეგრძელობით ოსურად წარმოითქვა. Уникальный сегодня момент, уникальная возможность для того, чтобы та проблема, которая возникла в начале 90-х годов, известный конфликт, который мы обозначили как конфликт осетино-грузинский конфликт, вот чтобы эти проблемы на сегодняшний день снять. Мы хотим на местах конкретно вот так посмотреть, какие есть вопросы, для того, чтобы наши беженцы, которые у нас в республике проживают, и ваши граждане, сегодня могли вернуться сюда. ქარელის რაიონში ტოლთა დაბრუნების პროცესი უკვე კარგახანია დაიწყო. სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი კი დღემდე საკუთარ სახლებში დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. პირველ ივნის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქალაქ გორში მერის შენობის წინ საზეიმო კონცერტი მოეწყო. ზაფხულის დასაწყისი მსოფლიოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღით აღინიშნება. პირველ ივნის გორის ქუჩებში პატარების უჩვეულო სიმრავლე შეინიშნებოდა. ქალაქის მერიის შენობის წინ კი მათთვის რამდენიმე საათის განმავლობაში საზეიმო კონცერტი მიმდინარეობდა. მე პატარა დღევანდელ დღეს პირველად შეხვდა და მინდა ყველას მიულოცო პატარებს ეს დღევანდელი დღე მშვიდობიანი მომავალი ქონებოდა, ბედნიერები ყოფილიყო და რა ვიცი, ყველაფერი კარგი სუსურა. მაგას დღეს რა შეხვდით? ამინდეთ საერთოდ. არა, დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. რა ვიცი, ჩვენთვის კარგი დღეა. სულოცავ ყველა ბავშვს, ყველა დედას სულოცავ ამ კარგი დღეს. ქალაქის მერიის შენობის წინ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მისგნეს საზეიმო კონცერტს მածაძალა ბავშვებიც ესწრებოდნენ. თუმცა ისინი აქ გასართობად არ მოსულან და არც იმ დღეს გამართული კონცერტის მიზეზი უკითხავთ. ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით კი საზეიმო დღეებში მოწყალების სახით მათ ყოველთვის ნეტფლიქს აძლევენ. დეინჯი არ იყავით კონცერტზე? აი, რატო? ნებუშოა რა. მოსავლოთ ხოია? ხოლო? რა გაძლევენ მერე? ეს ბავშვები გორის ქუჩებში უკვე კარგახანია ტრიალებენ და მოწყალებით არსებობენ. პირველ ივნის კი მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გორის თეატრის შენობის წინ ისინი ანსამბლ აიას კონცერტზე შესასვლელი ბილეთის ფულს აგროვებდნენ. სკოლაში არ გადიხარ? და ახლა დავდიო თეატრი. რატო აღარ გადიხარ? ეს შედარებული. სწორედ ამ დღეს დაუკავშირეს სოფელ დვანში საბავშვო ბაღის გახსნა. პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები ქარელსა და მის რაიონში თითქმის ყველგან გაიმართა. თუმცა ეს დღე განსაკუთრებით საზეიმო დვანის საბავშვო ბაღისთვის იყო. ეს საბავშვო ბაღი წელიწადნახევრის განმავლობაში გაჩერებული იყო და არ მუშაობდა. ამის მთავარ მიზეზი ეკონომიური გაჭირვება იყო. დვანის საბავშვო ბაღი 11 წლის წინ იქნა აშენებული. ამ ხნის განმავლობაში იგი არაერთხელ იქნა დახურული სხვადასხვა მიზეზების გამო. ამჯერად მისი განახლება საბავშვო ბაღის გამგემ ინგა კოპაძემ შეძლო ადგილობრივი საკრებულოს მხარდაჭერით. გახსნა კი პირველ ივნის ბავშვთა დაცვის დღეს მოხერხდა. პატარებს ბაღის გახსნასთან ერთად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო
ზუგდიდს მიულოცეს საბავშვო ბაღის გამგემ, რაიონული გამგეობის წარმომადგენელმა და ადგილობრივი საკრებულოს გამგებელმა. შემდეგ პატარებმა უფროსების დახმარებით სახლ-დახელო ზოიმი მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა წელიწადნახევრის შემდეგ პირველად შეაგეს ბაღის კარები, მაინც მოახერხეს ლექსების თქმა, ცეკვა სიმღერა და გახსნასაც საზეიმო ელფერი შემატეს. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობასთან და ბავშვებთან ერთად საზეიმო იყო თავად ამ ბავშვების მშობლების განწყობილებაც. სიხარულეა, ჯერ ერთი იმიტომ რომ 1 ივნისია საერთაშორისო ბავშვთა დაცვის დღე და თანაც ამ დღეს დაუკავშირეს სოფელ დვანში საბავშვო ბაღის გახსნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის გახსნა, იმიტომ რომ მე პედაგოგი ვარ, მუშაობ სკოლაში და მინდა რომ ბავშვები ნორმალურად აღიზარდნენ ჩემი მუშაობის პერიოდში. მის შემდეგ პატარებს საჩუქრებიც გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ აქ წელიწადნახევარია შეწყვეტილი ამეცადინეობა, შენობაც და ინვენტარიც კარგადაა შენახული. პატარები ამ შენობას უკვე 2 ივნისიდან აახმაურებენ. 1 ივნისვე დაუკავშირდა მოსწავლეების დიპლომებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოება, რომელიც მათ მოსწავლეთა 53 სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე მიიღეს. ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში მრავალი შემოქმედებითი ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი ცოდნა ამა თუ იმ სასწავლო საგანში. მოსწავლეთა 53 სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. კონფერენციაზე ნამუშევრები სხვადასხვა საგნებში წერილობით გაიგზავნა რაიონებიდან. დასკვნითი ტური აპრილ-მაისის თვეში ჩატარდა თბილისში, რომელშიც ჩვენი რაიონის მოსწავლეებმა გარკვეული წარმატებები მოიპოვეს. 1 ივნის ქარელის განათლების განყოფილებაში გამარჯვებულ ბავშვებს დიპლომები და საპატიო სიგელები გადასცეს. აღსანიშნავია და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი რაიონის მოსწავლეებმა ამ სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე 20 დიპლომი და ამდენივე საპატიო სიგელი მოიპოვეს. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.